ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციაში დღეს ადგილობრივი ხელისუფლება სახელმწიფო უძრავი ქონების უნიათოდ გასხვისებაში დაადანაშაულეს. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა რობერტ ჩხაიძემ განაცხადა, რომ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე 1761 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კომპანია მეგა პალასზე საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ ნაკლებად გასხვისდა. მისი მტკიცებით მეგა პალასი არჩილ ხაბაძის ახლო მეგობრებს ეკუთვნის. რობერტ ჩხაიძის განმარტებით ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა და პირობის მიხედვით იქ 70 ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენდეს, თუმცა დეპუტატი ფიქრობს, რომ ერთწინადადებიანი პირობა საცხოვრებელი აგების საფუძველს უფრო იძლევა. რობერტ ჩხაიძე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისაკენ მოუწოდებს. აჭარის ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის გასასხვისებლად ელექტრონული აუქციონი რამდენჯერმე გამოცხადდა, თუმცა მიწა ვერ გაიყიდა. ამიტომაც ტერიტორია 30%-იანი ფასდაკლებით გაყიდეს. ზურაბ ჭურკვეიძე ამბობს, რომ თავდაპირველი ფასი 491 ლარი კვადრატულ მეტრზე აუდიტმა დაადგინა. ფასდაკლებით კი კომპანიამ 345 ლარად შეიძინა. მეგა პალასმა 2,5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. კომპანია აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო. აუქციონამდე რამოდენიმე დღით ადრე დარეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელიც მესაკუთრეებიც არიან არჩილ ხაბაძის მეგობრები, შეიძინეს ეს მიწის ნაკვეთი 30%-იანი ფასდაკლებით გამოცხადებულ ფასთან შედარებით. ფიქრობთ, რომ აქ რაღაც კითხვები ჩდება და მოუწოდებთ, რომ ეს კითხვები რომ აღმოიფრას, შევისწავლოთ ეს საკითხი, რა ხდება, როგორ ხდება, რატომ გაიჭრა ეს მიწა და არის თუ არა იმ განაპირობების შესრულება, რასაც ფინანსთა მინისტრი პირდებოდა, რომ ბათუმში მიწების პრივატიზებისას მოხდებოდა რაღაც სტრატეგიული გეგმის შესაბამისად. რამდენჯერმე იქნა გამოტანილი გასაყიდად ეს უძრავი ქონება, რომლის პრივატიზებაც ვერ მოხერხდა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტრო უფლებამოსილი იყო 50%-მდე ფასი შეემცირებინა, შესაბამისად ეს უფლებამოსილება გამოიყენა და გასაყიდად გამოიტანა პირობებით. გამარჯვებული კომპანია თუ დაინტერესებული პირი აიღებდა ვალდებულებას არანაკლებ 70 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის, არანაკლებ 2,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების, საქართველოს მოქალაქეების 90% მოქალაქეების დასაქმების. შეზღუდვა უძრავი იურიდიული კომპანია იყო დააფუძნებული ერთი დღით ადრე, ერთი თვით ადრე თუ 10 წლით უკან, ეს შეზღუდვა კანონმდებლობით არ არსებობს.